Bibli Ramada Belodo Sanamadi Sabi Kanera Ikaneba Tuara Davidire Tuara Davidire Ener Selvijo Mestrole Kavili Sameki Guli მე ახლავე დავბრუნდები. საწავიდა ჩვენი ფილმის გამგე მართლა შეყარებული. შენ ახარ ველა? გამარჯობა. გაგიმარჯვეს. საით? ქვევით მივდივარ სკოლაში. ერთი გზა გქონია. შეჯექი. არა, მადლობ. ტყუილად ჩამოხვალ ცხენიდან. მე არ შევჯდები. როგორც გენებოს. რაო, ყვავილი მესროლე, გული წამართვიო. ვინც აგართა გული ველა, ჰა? ნეტა ვინ ბედნიერს მგელი გაერქვას და რა ვეფხია. ჩვენი სკოლის ბალაურად ვაცხადებ ხია ხალიბაო. ბოლოს რამო. ონი აქვს, მაგრამ ჭიდაობის 11 ხერხი არის. სწორი ხარ დათო. ჩვენ სკოლაში ყველაზე კარგად შენით ჭიდაობის ხერხები. გამოდი ჭიდავე. დათო გისტაური ვეფხია ხალიბაო. წვეთან ზარად ხასაძლევენ. ბე! ვეფხია. რა გადაწყვეტეს? გზავნიან თბილისში სასწავლებლად. ახლა ატესტატებს დაგვირიგებენ და ყველაფერს გეტყვიან. ო, მალე გამოდი. აქ დაგელოდები. კარგი. ზექალა ბურდული. შენ რა გადაწყვიტე ზექალა? მე ზოოტექნიკოსი მინდა გავხდე და ჩვენს ფერმას დავუბრუნდე. ო, კარგია. გისურვებ წარმატებას და მალე დაბრუნებას. მადლობ. ლამარა ოჩიაური. გილოცავ ჩემო ლამარა? სკოლის წარმატებით დამთავრებას. მადლობ პატიციო მიხეილ. პედაგოგიური საბჭოს აზრია რომ შენ სააღმშენებლოზე უნდა განაგრძოს სწავლა. მადლობ. ვეფხია ხალიბაური. რა მოგივიდა? მოდია. მოგილოცავ შემო. ვეფხიო. მადლობ. მას გადაწყვიტე გახდე მეტალურგი. მაგან ჩასიძება გადაწყვიტა. იჩუმე! გასხედი პეტროს ადგილებზე. პატრონო, მოკლავს, დაიწია. ნამდვილად მოკლავს, პატრონო. ვეფხია. რა მოგივიდა? ატესტატი მიიღე. როგორ შეიძლება მისი სადმე გაგზავნო? მას მიდიხარ თბილისში. მივდივარ. როდის? როდის? ეგ აღარ მეკითხავს. რაღაც ელოდები. წამოდი, გაიგე. აბა, რეგასე მოხუცებული რო არ იყოს. მეც აუცილებლად წამოვიდე.
როდის ფიქრობ დაბრუნებას? მე სულაც არ ვფიქრობ დაბრუნებას. როგორ? შენსა და პაპა პარიკასაც ორთავეს წაგიყვანთ. შეძებილდა. ჩემთან. იქ ყველა ოსტატს ქარხნის გვერდით საკუთარ სახლს აძლევენ წყალსადენ. მოუშვებთ ცივი წამოვა, მეორეს მოუშვებთ ცხელი წყალი წამოვა, ელექტრონით საჭმელსაც დაამზადებ, მას სარეცხსაც გარეცხავ. და თუ გინდათ ხასაც მოწველი. შენ მოგცემენ ასეთ სახლს? მას როგორ გონია? მე ხომ ნამდვილი ოსტატი ვიქნები. კი, მაგრამ პაპა პარიკა მოარიგო თქვას წამოსვლაზე, ხო იცი როგორი ჯიუტია? შენ დარდინო გაქვს, დავითანხმე. გულნუ მოგივა გაგავ. შენ კავს ხვალ საღამომდე ვერ გავჭირთ. რას ამბობ პაპარიკა? კავი დღესვე უნდა ჩაუტანო ბრიგადას, ისე ვერ დავბრუნდები. ვერ მოვასწრებ გაგავ. ეს შენი შეგირდი ვეფხია სკოლა სამთავროს სადილად ველი. შემოდი ვეფხია, შემოდი. ჩვენ ხომ არ დავგიმთავრებია საუბარი. კარგი, ვთქვათ, მე კარგად ვიცოდი შენი ხასიათი, მაგრამ შევწდი და მივეცით ახმობა, რომ გაგიშვან თბილისში სასწავლებლად. მაგრამ როგორ შეეძლო კონკავშირის ორგანიზაციას მიეცა რეკომენდაცია ისეთი უდისციპლინო და თავაშვებული კონკავშირელებისათვის, როგორც არიან ვეფხია ხალიბაო და თოკისაო. წინადადებას ვიძლევი. ორთავე ამორიცხული იქნა სიიდან. რა გითხრას, როდის მიდიხარ თბილისში? როდის? როდის და როგორ გითხრა? 2-3 დღეში. წავიდეთ აქედან. იცი ვეფხია, რაც უფრო მეც ვფიქრობ იმ სახლზე, მით უფრო მომწონს. პაპა, უჩემოთ ხომ გაგიჭირდება მუშაობა? აი, რომ გამიჭირდება. იქნება ჯობდა დარჩენილიყო. კარგი იქნებოდა, მაგრამ რომ შეიძლება დარჩენო? მაშინ წადი შვილო. ისწავლე. არც დარჩენა შემიძლია, არც წასვლა. სიდან ამომრიცხეს. ამოქრიცხეს? სადილი მზად არის. ხელები დაიბანე. ვეფხია მგითხრა რომ მიემგზავრება. რა? მიემგზავრებაო? ხო. ისიც გითხრა, იქ როგორი სახლი გვექნება. მაშინ გამოხვალ, ხო? მე არ სადაც არ გამოხვალ. როგორ თუ არ? არამსურს. ანდა ვეფხია გადუნა წავიდეს ჩვენ. როგორ თუ რა? სასწავლებლად. მივასწავლე. ისეთ ჭედელს გავზდი, რომ მას კი ფოლადის დნობა უნდა ისწავლოს. ფოლადის დნობა? ხო. აბა ერთი ჩემი ნაჩქარი ხმალი მომაწვევი. აი
როგორ ფულად გამზადებენ ჩვენი წინაპრები. ჩემმა პაპის პაპამ ეს ხელობა აპაჩიმს ასწავლა. პაპამ კი მამაჩემს. შენ კი ვეფხიას გინდა ასწავლო, არა? აი რომ ვასწავლიდი, მაგრამ თავად რომ არ მახსოვს. მამაჩემი შეინდოს ღმერთმა, მაშინ სულ ბავშვი ვიყავ, როცა მომიკლეს. დღეს ეს ხელობა თაში აღარავინ იცის. ქვემოთ ქალაქში ადნობენ მხოლოდ. მაშად არ გინდა ვეფხია ქალაქში გაუშვა. მე როსვაშიო ექსიდან ამო ეს მართალია? ეგ არაფერი ლელა. მე მან ჩემსას გავიდა. როგორც გითხარი, ყოველივე ისე იქნება. გეფიცები რომ ოსტატი გახვდები. ჩავალ თბილისში. მივალ ტექნიკუმში და დირექტორს ვეტყვი. მაპატიეთ. მე სწავლა მინდა. ამას ისე ვეტყვი, რომ არ შეიძლება არ მაპატიოს. რომ არ გაპატიოს მასწავლებელმა? მაპატიებს. მართლა უყვარხარ, მალე დაბრუნდე. ბაშკაც თუ ქალი ნამდვილად უყვარს. ის ერთ დღესაც ვერ გაძლევს უიმისოთ. საღამოობით ამოვალ ხოლმე. აბა აბარეგას მოვეხმარები სამჭედლოში. სადმიდით მანქანა. საური არ მიმყავს. შენ მითხარი სადმიდი ხარ? რა გინდათ მოო შენ ჩემგან? მართლა შერამე თუ? ჯო? თბილისში უნდა დამიყვან. ხვალ ავტობუსზე დაჯექ წამოდი. ჯო? დამიყვან თბილისში გაიგე? მიგულია. რა გინდათ მოო შენ ჩემგან? თუ გადმოარდით შენ ბრალ იქნება იცოდე. ჩამოჩქარ
სკარა სამ წაუმა წაიღო ჯანდაბა შეიტანე ჩემო სკარა გამარჯობას გისურვებთ მობილო. თვარ მიგიღო შენმა დირექტორმა ჩემთან მოწ. 6 თვეში ისე ჩოფერს გამოგიყვანე. აი ასეც. კარგად იყავი, იწევს. უგაცრავ. სად არის აქ მეტალურგიული ტექნიკა? მეტალურგიული ტექნიკუმი? არის კეცალი არა. გათო, ეს შენ ხარ? გამარჯობა ბიჭო. როგორ გამეხარდა შენ ნახვა? მეც გამეხარდა. ეს თუ დაგილებია? არა, მოიცადე. 2 კრემსოდა, 2 ნაღები, 2 შოკოლადი. რამდენია პატინა? 2 ლიმონი. თავარი არ შეშინდე. ჩვენი მიხეილი გულკეთილი კაცია. მივედი მასთან. ცოტა ცრემლები გადმოყარე და უთხარი. პატიცემულო მიხეილი. ნაპატიეთ. მეც აღარ ვიზამ. რამდენჯერ გითქვამს შენთვის? პატიცემულო მიხეილი, ნაპატიეთ. მეც აღარ ჩავიდენო. რა ვქნა? როცა გამაჯავრებენ, ძალიან მიჭის თავი შეკავენ. ყურადღება? უკაცრავად, 1 წუთი თუ შეიძლება. ასოჯებია, თორემ პირდაპირ თვალებზე გავშავხატული. აი ესე, ასე დაიხურე. არა, ვეფხია. ასე არა. აი, ასე დაიხურე. ასე ამბობ, ქეთო. არა, სულღია ჯობია. დამანებე თავი ერთი. ვარგენა. მომცილე. ყურადღება? მიღებ. ვალოთ. პაპა, ნახე რა მაგ? არა, გამოიცედი. ვეფხია სურათია, პაპა. აი, წერილის ნახე რა შეწერება. ჩემო საყვარელო პაპა, აბარეკა და ჩემო კარგო ლელა. თბილისი ძალიან მომეწონა. ვეცდები მალე წაგიყვანოთ შენთან და პაპა აბარეკაც. და კიდევ რა შეწერება? ხო, ამ დღეებში გვაჩვენებენ ჩვენ სამუშაო ადგილს. ვეცდები იქ ჩვენთვის სახლი შევარჩიო. ყურადღება ამხანაგებო. ყურადღება. ჩვენ ვახლოვდებით ქარხანას. ქარხანას? დიახ. აქ დაგეგმილია ძირითადი საამქროები. აი აქ, ამ ადგილებში. ეს ხომ უდაბნოა. ქარხანა სადღა? ჩვენ სად ვიმუშაებთ? ან სადღა ვიცხოვრებთ? ალბათ ყველაფერი გათვალისწინებულია. აი ვკითხო დირექტორს. ქარხანა სადღა, პატიცემულო? მალე ავაშერებთ. აი, ამ ადგილზე. ვიდრე თქვენ რუსეთიდან ოსტატებად დაბრუნდებით, ქარხანა მზად იქნება. რუსეთიდან? დიახ. განსაკუთრებული დადგენილების თანახმად თქვენი გზავნებით სასწავლებლად ურალში 3 წლით. 3 წლით? Modi
მადლობას თქვი თუ 5 წელიწადში შეისწავლე. რაო? ვისაც საქმე გამოლევი, იმან თუნდაც 10 წელი მოანდომოს. იგი 6 წელში ოსტატი გახდა. შენ რა? იქ აპარეკა სამჭედლო ხომ არ გონია? ჩემთვის კი სულ ერთია. გინც 3 იყოს, გინც 5. იქ თავარია ყინვებს შევეჩვიოთ. ამბობენ, გადააფურთხებ მიწაზე ყინული ეცემაო. ყინულები ჰაერში იყინებიან, აბა? მერე თუ ეგრე რაღაც მიდიხარ. მე? თუ გიგონ კავშირი გამგზავნის, სადაც გინდათ იქ წავალ. ვასილი ივანიჩ, ხამს გადავწვავ. ამ ხანაგო დირექტორო აქ მე ვაგე პასუხს. აუმატეთ აირი. აი ეგ არის ოსტატი ბულანო. არის, გამოდი. ოდაფერი მოვიდე. აქ საშიში ყოფილა. აქ პირველად არის საშიში. რა თქმა უნდა, მსდავს გაუჭირდება. მე ფოლადე, ნამდვილი ვაჟკაცი უნდა იყოს. ჩვენ არაფერი სიძნელეების არ გვეშინია. მაშინ ყველაფერი რიგზია. მოიწყალეთ. აბა შეხედე რა ამბავია? აბა, უკან დაიხიეთ. ხილავ. მოიწყალეთ. ნახშირბადი მაღალია. შეუძლებელია. ინედეთ. ახლა? ზორია. გოშა. ოდია. ჩაფარე ღუმელში 50 კილო მადანი. არის გარა. ეს ვინა? ჩვენი ექსპრეს ლაბორატორია. ნასტა ბულანოვა. კარგი გოგონა. ვინ? ნასტა. შმაკის ფეხია. შენ სულ ექსკურსიებს ატარებ, არა? როდის გამუშაობ ბორინგა? ეს ექსკურსია კი არა. მოწაფეები მოიყვანს. თვალადი ბიჭებია. პირს ნუაღეთ ბუზი შეგიფრინდება. შენ შემომხედე? გიცქერი და ცქერით თვალები მეწენა. კიდეც გაიცანით ეს თვალები. ებხია, თავი დაანებე, ეს ბულანოვის ქალიშვილია. ვისიც გინდა იმის ქალიშვილი იყოს. ჩვენაც სასწავლებლად ჩამოგიყვანეს, იგი მასხრად. ზორია შვილო, არ შეერჩინა ჭაბუკი. არაფერიც არაა სწორი. ხუმრობა არ ცოდნია. უადგილოთ ხუმრობ შვილო. გთხოვთ მაბადიოთ. გენაცვალე. ვერაფია ხმადი. ებხია ხალიბაური. რომელია სახელი და რომელია გვარი? ხალიბაური გვარი. სახელი კი ვებხია. ებხია. ჩვენებურად ეპიფანი. ჩვენებურად ვებს ნიშნავს. ვებს. კეთილი. ბორის. აქ ვარ დიევას. რასით მოგიდათ ხელი ამ ბიჭებს? რადგანაც არ. ეთყობათ კარგი ბიჭებია. გახსოვს საიდან დაიწყე? მახსოვს. თელიწადი ნიჩაბი მეჭირა. თელიწადი? ხოლმე ისე რაო? აფის ჩამახალ არ გონია. ის შემდეგ. უღურე. არა. თელიწადი ნიჩაბი მეჭიროს? ერთ წელს ოსტატი გახდები. ერთ წელში? შესაძლებელია 9 თვეშიაც. კეთილი ვნახოთ. ძალიან კარგი. სადე? თუ ასეთი მარტივ ხარ? კეთილი, ჩვენ ამასაც ვნახავთ. ამოვიქცია. ეს ჯობია. ყველაზე კარგია.
მე? არა მე, წადი სამხოში. ყოველივეს თავის დასასრული აქვს ამ ქვეყანაში. არა, პაპა. არა. შენ ოდნავ გაციებული ხარ. ხეხშილო ეს უკანასკნელი ზამთარია ჩემთვის. ნუ ამბობ, პაპა, ნუ. დღეს კიდევ მოვა ექიმი. მალე ვეფხიათ დაბრუნდება. უკვე 6 თვე და 8 დღე გავიდა. ყველაფერი გავაკეთე, პაპა. მაგიში. თუ რამე დაგჭირდეს, აი ლელა გამოგზავნე. წამლის ბალევის დროა, პაპა. სოფელში ვიღაც მოდის. ვითომ ის არის. ეგ კოტია. ჩვენი პოსტალიონი. ჩემო ძვირფასო პაპა აპარეკა და ჩემო კარგო ლელა. დევჯერ დავაპირე თქვენთვის სტერილის მოწერა, მაგრამ ძალა არ მყოფნიდა. ვშიშობდი არ გამეწბილებინეთ. ჩვენ ძალიან შორს ურალში გაგვაგზავნეს სასწავლებლად. რაო? ჩვენ ძალიან შორს ურალში გაგვაგზავნეს სასწავლებლად. 3 წლით. მაგრამ არ შეშინდეთ. დალია მოხუცო. რასწირება? თუ მოჩემოდის. ურალეთში გავგზავნიათ 3 წელი. იმასაც იწერება, რომ ძალიან ეთდება და ზაფხულისთვის აქ იქნება. ღმერთმა ხელი მოუვარდა. შენი საღებგალო იყოს მოხუცო. რომ იცოდეს ზოგჯერ როგორ გაახარებ ხოლმე ადამიანს. უკვე 6 თვე გავიდა და ჯერ კიდევ ნიჩბებს ვერ მოვშორებიო. ზედა კიდე მოიწვი. მე რა, შენ აგონია გუმელთან ჯობია? მეფხია. მოდი აქ. გაიქეთ მობილო ექსპრეს ლაბორატორიაში და გაიგე ანალიზს რატომ აყოლებენ. აბა ჩქარა. ნასტა, იცი მარგანეცი აკლია. ხო, აკლია. რა თქმა უნდა, აკლია. ნასტა, მაინც რას მეტყვია? რაზე? მე უკვე ავიღე 2 ბილეთი. ნერწმუნე. კარგი სურათი. სინდისკეცეთ კარგი. რაზეა? სიყვარულს. არა. მე უკვე გითხარი, რომ მივდივარ საციგუროდ. აი ნახე. რიგი მეათე. ადგილი მერვე მეცხრე. ნასტია. გამარჯობა გამარჯობა ნასტია. რა იყო? ანალიზი მზად არის? არა. ცოტა ხანს დაელოდე. ნასტია, ის რა ლურჯი ხსნარია? იქ ხოქში. სად? აი ის ლურჯი ხსნარი. ო ხშირად შემოიარე. ყველაფერს დაგიხსნი. კარგი. იცი რა? მე მგონი ამ ვებსაც უყვარხარ. ნამდვილად? მე შენ? გიჟდები.
ასე ვიცი ჩვენ. მარგანეცი აკლია. ლეოში, ნება მომეც მიუმა. ვალებს დაიწონ, მერე მე უნდა ვაგო პასუხს. არ დავიწავ, გეფიცები არ დავიწავ. მიმიშვი ლეოში. კარგი, წამოდი, გვერდზე მომიდები. გმადლობ ლეში. ბორის, რა იყო დიავას? ეს ახალგაზრდა მომიფიქრებს. ვეფხია? რაღაც მბავია მაგის თავს, სულ ჩქარობს. გასით. არა დიავას, გონიერი ვიდია. და არა ქარაფშუდა? კარგი ბიჭო, მეგობრა. დადი შენს ადგილზე. თორემ ბულანოვისაგან შესწავლილად მე მოხდები. ვეფხია თეორიაში მაინც აქვს ხუთიანები. შენ კი მეცადინეობაზეც არ დავდანდები. რა ჩემი ბრალია? ხან ყური ვтиვა. ხან ბელი და ხან კიდევ რა? შენ ჯერ ძმობილო ნიჩბის დაჭერა ვერ გისწავლია წესიერა და უკვე ოსტატობას აპირე. ვასილი ვასილი ვაინჯ. ისე უნდა მუშაობდე რომ ყველა აღტაცებაში მოდიოდე. ო, შენზე ვლაპარაკო. ჟაო, მოკვდა. ეხლა ფომოჩკას პაჯამო. აბა, მოგშივდა? აი ესე ჩემ საჭმელი. აბა? ფომოჩკა, აბა? იჭიკჭიკე ფომოჩკა. იჭიკჭიკე. ვეფხია, ვასილი ვაინც სახშია? სახლშია, შემოდი. დაიხადე. ფეხები გაიზმული. დავა. მამა, შენთან მოწაფე მოვიდა ხალი ბაური. ვეფხია? ხო? რადგან მოსულა შემოვიდეს. შედი. ფომოჩკა. გამარჯობათ ვასილი ვაინც. გაგიმარჯოს ხალიბაურო. გასიტყვი? მაპატიეთ. კვირა დღეს კი გაწუხებ, მაგრამ ბევრი ვიფიქრე და გადავწყვიტე რომ უნდა მოგელაპარაკოთ. მთელი ღამე არ მიწინია. რა, მოხდა რამე? ამოდი. დაჯიქი. აბა? მიამბე? ვასილი ვაინც. ჩვენ როგორც მოგეხსენებათ, შორეულ საქართველოსდან ჩამოვედით მეფოლადიოვის შესასწავლად. ეგ ჩემთვის ცნობილია. შემდეგ? ამდენი ხანია უმუშაობდა. ჯერ ღუმელს არ მივგარებივართ. ვეღარ მოვშორდით ნიჩბებს. კეთილი. მერე რა გინდა ყმაწვილო? ვასილი ვაინც. მიმიშვით ღუმელთან. მე უკვე შემიძლია. რა შეგიძლია? როგორ თუ რა? ღუმელის გაწყობა, დნობის ჩატარება, ფოლადის გამოშვება, ყველაფერი შემიძლია. თქვენ კი გუშინ მითხარით, ნიჩბის დაჭერა რა გწოდნია. კეთილი. მას ყველაფერი იცი. ყველაფერი. ფოლადის მოდუღებაც. რატომაც არა? ლაბორატორია აქვეა. დამეხმარე. კეთილი. ახალი ხარისხის მოდუღებაც. ეგეც შემიძლია. კარგი. მას ყველაფერი შეგიძლია. აბა, რამდენ ელემენტ შეიცავს ჩვენი ახალი ნადნობი? 8-ს ნაცვლად ჩვეულებრივად 4-ისა. კეთილი. კარგია. რა ფერისა უნდა იყოს რეაქტივი? თუ ის ფოსფორს შეიცავს?
ყვითელი. ბაცი ყვითელი. უკეთესია, მაშინ ნორმალურია. ნიკელის ხსნარი. რა ფერისაა? მწვანე. მწვანე. მარგანეცისა? წითელი. მუქი შინდისფერი. როგორ შევიტყობთ უანალიზოთ მარგანეცის არსებობას ნადნობში? ნაპერწკლით, შვილო, ნაპერწკლით. დიახ. არაფერიც არ იცით, ჩემო კარგებო. ყოველ გვარ სწავლას თავისი ვადა აქვს. ექიმობას 5 წელს სწავლობენ, მეზღვაურობას 4 წელს. მეფოლადეობას კი 3 წელზე ადრე ვერ შეისწავლე. ვასილი ივანიჩ, ჩემი აქამდე ხანს დარჩენა შეუძლებელია. აი ნახავთ. წელიწად ნახევარში მე ყველაფერს დავძლევ. არა ძმაო, მე ამ 40 წლის განმავლობაში მრავალი ხარისხის ფოლადი გამომიდენია. და ყოველი ახალი ხარისხის გამოდნობისას თავს ყოველთვის უსუსურად გრძნობდი. იცი შვილო, ლითონი ჩემთვის დღესაც დიდ საიდუმლოებას წარმოადგენს. ვასილი ივანიჩ, მიმიშვით ღუმელთან. თქვენი დამხმარე თანახმაა. მხოლოდ თქვენი ერიდება. თუ ნებას არ მომცემ, მაშინ აბა დაამთავრე. მაშინ მე მირჩევნია უკან დავბრუნდე სახლში. ახ, მას შენ მოხვედი ნოტის წარმოსადგენად. ულტიმატუმის. რა სიზამ? გონი მართლა ჯობია სახლში დაბრუნდე. მე თავიდან შეგატყვე რომ შენგან მეფოლადი არ გამოვიდოდა. მარტენის ღუმელს არ უყვარს ყოყოჩები და ქარაფშუდები. ვასილი ივანიჩ. მამა! ვეფხია, გეყოფათ ლაბარაკის, წამოდით ვისადილოთ, დედა გელოდებათ. გმადლობთ. მე წავალ. მადლობა, შენთვის შეინახე. წამოდი. წამოდი ვისადილოთ. წამოდი. დედა, გაიცანი. მამას საუკეთესო მოძაფე. ვეფხია ხალიფაური. სასიამოვნოა. გთხოვ, დაბრძანდით. დაჯექი ვეფხო, დაჯექი. იქნებ სულაც არ არის ქარაფშუტა. აი მე რაც გეტყოდი შვილო. რაკ იმას თავში ასეთი აზრი უტრიალებს, რაკ იმან ასეთი ნოტა წამომიყენა, ცხადია თქვენს კონკავშირში აღმზრდელობის საქმე კარგად ვერაა დაყენებული. იმიტომ რომ ყველა ახალგაზრდას ერთი საზომი ძომას. აბა შენი მოდენა არ ახარო მამას ასწავლო. გიჯობს შენ ბორის მოუარო. და ჩეული ხარ მის თავბრუ დახვევას. რა შუაშია ბორის? დარეტიანებულია. აი რა შუაშია. ბორის პეტროვიჩი მეტად სიმპათიური ახალგაზრდა. აი ისიც. ხსენებას თქვენი სიმპათიური. სიმპათიური. თქვენი გადამკიდე. ხვალიდან მაგათ მე თვითონ მოვკიდებ ხელს.
ფოტო ნასტია. მხოლოდ ერთი ფოტო, შევხვდები შევიდი ნასტია. მე აპარატით ვიწა მოვიხე. ნასტია. ნასტია. მოიცა სადგამი ნასტია. მოიცა ნასტია. მხოლოდ ერთი ფოტო ნასტია. Boris, გადაგვიღე. გადაგვიღე ჩქარა. ბორინკა, მე ცოტა ხანს ვეფხიას ვასწავლე. შენ კი გიგი ავარჯიშე. გიგი ავარჯიშე. ბორის, მეც გადამიღე რა ბორის. გადამიღე ერთი. ერთი. დამოდექი. ბაგრადადექი. მოიხადე? ბორის, სად მიდიხარ? დაბრუნდი. კარგად გამოსულა, ჰა? შესანიშნავად. კარგი გოგონა ნასტია. არა ბორის? ხო. მოსიყვარულე. მართალს ამბობ. მართლაც რომ შესანიშნავი ხალია. ძალიან შემაყვარა ხალი. არა ბორის? ჰა? ბორის? გამარჯობა ყმაწვილებ. გამარჯობა ბორის პეტროვიჩ. ვასინკა, აქ შენები უკვე ცეკვავენ. იცეკვებენ, როცა ყინვა 40 გრადუსამდეა. გამარჯობა ვეფხვება. ეს რა მოჩვენებაა? ეს ხომ ჩვენი დათუნა. დათუნა? აბა, დავიდეთ ყმაწვილებს. დადიშვილო, დად. ნასტია. ნუ გარვი. ვასიკო. აბა, მიდი და მოგ. ჯავასო, მომყევი. აბა, დავიდე. შეხედეთ ერთი, როგორი მეგობრული კოლექტივია. ეს კოლექტივი კი არა კამპანია, ხოლო როგორი კოლექტივია ეს უმელთან გამოჩნდება. ავეფო, სინჯე. მაგრად დავლე ხელი. ეს ნიჩაბი არ გეგონოს. უკანა კედლისაკენ მიმართე, უკანა კედლისაკენ. ეხ, ახლა ჩვენში პირდები იშლება და იები ყვავიან. ძიურია თქვენი ქვეყანა. ასე ვთქვათ, ხეხილ, ბაღნარიანი. აქ კი მზეს თვალითაც ვერ ხედავ. მიდიხარ სამუშაოზე ბნელა. უკან ბრუნდები ისევ ბნელა. სულ ყინავს და ყინავს. მართალია. ჩრდილოეთითაა ჩვენი კუთხე. დაადრფალო მოდი.
ეს რა არის? მადლობ. მოგზანდით? ვასილი ივანიჩი. მოგზანდით ვასილი ივანიჩი. მოგზანდით. დიდი ამბავი გაქვს. ამანათებით მიგიღია. აი ვასილი ივანიჩი. იჭერა საკიდან ამანათები მიიღეთ. მადლობ. ვაშლი მირთით ვასილი ივანიჩი. ეგ ყველაფერი კარგი. მაგრამ მე თქვენთან სხვა საქმეზე მოვედი. მე ვფიქრობ, დადგა დრო ვახტზე თქვენი დამოუკიდებლად დგომისა. შერა სიტყვით ბორის. შეიძლება ვასილი ივანიჩი. მაგარი ბიჭები არიან. ბრიგადას რიგრიგობით უხელმძღვანელებთ. ამ თვეში ბრიგადირად დავნიშნოთ ბორის. ვინ დავნიშნოთ? მოდი დავნიშნოთ გიგია. გიგია? გეთილი? ასე. აბა, გიგია, როგორ არის საქმე? მე ვფიქრობ, დროა მოუმატა დაირი. სწორია, დროა, შეუდექით. საჭიროა მადანის დამატება. ბორის, მიმიში მე დავუმატე. მოვადრო და დავუმატე. როგორ ხარ შეხედა ბულანის თვალებში? არის საქმე. შემოდი ლეშა. სიბნელეში რაც დამჯდარ ხართ. ადე კიდე ხია წამოდი. სა? ვასილი ივანიჩი გეძახის. დამწვარკანს მათ მისწას მოუხდება. ჩემ ვასილი ივანიჩს ბერჯერ სახეც დაწვია, კეფად. მაგრამ ხომ ხედავთ, ოჩაღათა. შემოდი ვეფხია, შემოდი. ვეფხია.
ბორის ვეფხი გეყოფა რა მოგდის დავში ვეფხი ბორის მე ბორის ხომ ხედავ იოლად გადარჩა დააცა შვილო იტიროს გულს მოეშვებ არაფერი რაო თავი რაც შაგიკინდრავს ვეფხო რა იყო ბიუროს რა და თავი მოგჭრეს კი მაგრამ თქვენი გულისათვის მე რატომ უნდა მლანძღავდე შენ კაცი და სვი მე ვარ დამნაშავე დათოს შინ დაბრუნება უნდა მე ვარ დამნაშავე როგორ დათოს რა მოუვიდე დააკმაყოფილეს მისი თხოვნა შინ გაუშვეს ვაი სირცხვილო დაიძრვინე თავი შეუსვინდისო აკიტრაბახობდი თუ კომკავშირი გამგზავნის სადაც გინდა წავალო ჩრდილოეთ პოლისზე სიამოვნებით უდაბნოში სიამოვნებით მეტალურგია ჩემი საქმე არ არის ჩემიანები ყველა მიწის მუშა იყო მეც აგრონომი გავხდები ნუ ჯავრობ ვეფხია მე სკოლაში შენი გაჯავრების მეტი არაფერი გამიკეთებია ახლა გამოთხოვები ჟამს მინდა ბოდიში მოგიხატო სიძეს რომ გეძახდი თხასავით რომ გაჯავრებდი ახლაც რომ ვტოვებ ამისათვისაც კარგი გაეწყობა ერთი სიკეთე მაინც გამიგეთე ბიჭო გელასაგან არაფერი არ ისმის ეს ბარათი პირადად გადაიცით თუზმა ჩემი თავი შენ გენაცვალოს არ მძინებია. გავიგე დათო ჩამოსულა რუსეთიდან. ძალიან გთხოვ, ამოიყვანი აქ. გრძნობ ვეფხიას რაღაც შეემთხვა. კარგი გოგონა, აი თურმე რატომ არ წერდა წერილებს? როგორ არ წერდა? მეც გავმატანა. ყოველდღე ვაპირებდი სოფელში ამოსვლას. მაგრამ ვერ შეძელი, ფეხი მომეყინა. მოგიტყვა შემოგიტყვა. სხვა არაფერი? არაფერი. წამოდი უნდა მოგელაპარაკო. მეგობრები აქ ვარ. რა მოხდა? შენ უკვე პატარა აღარ ხარ, უნდა გესმოდეს რომ გელიკა, გეტავა გევედრები. მითხარი რა მოხდა? უღარელი წერილებს. ავატარი? მოკვდა? დამშვიდდება, ნუღელა. ვეფხი არცავა და არც მომკვდარა. აბა რა მოხდა? სული შეურთავს.
ვერა. ლელა. რა გემართები? რა ცხარო? Борис, ეჭვიანი ხარ? მე? სრულიადაც არა. ხო, საწყენია. რატომ? ესე იგი არ გიყვარვარ? მე? Настя! Настенька! Медведев, Настя! ჩემი ნამდვილი მეგობრები ხართ. 3 წელი დიდი დროა. მაგრამ ჩვენ ერთმანეთს შევფიცეთ სამარადისო სიყვარული. და მე მჯერა იგი წმინდა ავით მთისვარო. გეკიცები ლელა. მეყვარები ვიდრე ამ ყინვარზე თოვლი არ დატვირთე.
ინტერდასრა. გამო. ეფხესებას უსკაცებ. წერილიდან მოგცა? რა წერილი? ეფხიასი. არ გამცეთო რომ ორივეს დაკვლავს. მოდი ჩემ საყვარელ მეგობარ. ჩემ დათოს გავუვარ. რეპეტე და გავუმარჯო. ლელა. ლელა! თან თებში შორეულ წარსულში ჩვენი მამა პაპანი ადუღებდნენ საუკეთესო ფოლადს მთელ ქვეყანას. მაგრამ მას ადნობდნენ ცალკეული ოსტატები და ისე მტკიცედ ინახავდნენ თავიანთ საიდუმლოებას, რომ მათი ხელობა მათთან ერთად მოკვდა. ახლა ქართველმა ხალხმა კვლავ შეისწავლა ფოლადის მოდუღების ხელობა და იგი აღარ წარმოადგენს ცალკეულ ოსტატთა საიდუმლოებას, არამედ მთელი ხალხის მიღწევა და საკუთრება. გმადლობთ თქვენ ძვირფასო მასწავლებლებო და ამხანაგებო. გმადლობთ თქვენ ძვირფასო ვასილი ივანიჩი იმისათვის, რომ მთელი ცოდნა და გამოცდილება ჩვენ გაგვიზიარეთ. ორმოცი წელი ყოველ დღიურად ვიდექი ჩემს ღუმელთან და არას დროს არ მიმიტოებია იგი. და ახლა როცა ჩემი მოწაფეები პირველად მივლენ ახალ ღუმელთან იქ საქართველოში, არ შემიძლია. არ შემიძლია რომ ჩემი მკლავი და გონება იყოს აქ, გული კი იქ. სერგეი პეტროვიჩი, ნება მომეცით ჩემს მოწაფეებთან ერთად დავემგზავრო საქართველოში ქარხნის დამუშავებაზე დასასწრებად.
შეფელეთისა თხოვარი მაქვს. რა? გადავუყო საჩუქრად ლელას. ლელა? ხო. იცი რა? აი ასეთი ურალური საყურეები და ბეჭედი. საყურე? ხო. საყურეები უყვარს. არა. გეთხიას ჯობია საქორწილოდ კაბაწაულო. ა? რა ჟამის გაბაგნებავთ? რა სიმაღლისაა? ასე დაახლოებით ჩემი სიმაღლის. 46 მესამე ზომა. კეთილი. კარგი. მოგწონს? აჰა. ბორა, მიხდება? ძალიან. მაშორი? გამოწერე. ასე ვიცი ჩვენ. ეს ხომ ჩვენი ლელა? სოცხალი ყოფილა, ჩვენი დაუპული გეგონა. შეხედეთ. მაინც მომეცი? გელიკა, ლელა. დიდ სიმაღლეებზე მომუშავე, მოწინავე ელექტროშემდუღებელი, ლელა არაბული. ასე ჩანგალი? მიაკეთ წავალ. მე კი ეცავიღებ. შამათი. ასე ვიცით ჩვენ. ვასილი ვაჟი. კიდევ ერთხელ ვითამაშოთ. ძალიან გხავთ. გაათავეთ თამაში. ნასტინკა, კიდევ ერთხელ. კიდე? ცოტა ხანს გაცალე ნასტინკა. თქვენ შავებით გააცალეთ. ხო. კიდე. რაო. გაგცვალა დედოფალს. უფრთხილდი შენ თვითონ არ გაგცვალე. მეფეში. შეუძლებელია. ეგ არასოდეს არ მოხდა. ერთის ნახოთ და ეგ ყოველად შეუძლებელია. მე ფოლადებთან შესახვედრად. ფალანი კარია. რა თქვა და გაგიშვები? მე მირჩევნია. არ დავხვდე ამაზე. რაო? არ მესმის. აქედან ყველაფერი ჩანს მე. ადგილზე სული სიცარიელეა. შეხედე. ნასტია, ბორის, გიგია, მოდი. აი, ვეთხია. ვეთხია რა? ლელა. შეიძლება ის სხვა ლელა. არა, ეს ჩემი ლელა.
ველა ყოფილა. სად ყოფილა? ჰეი, ღმაწილო, ხომარ შეგიყვარდა ჩვენი ლელა. სად შეიძლება მისი ნახვა? ნახვა? მეტალურგების ქუჩა სახლი 17. მეტალურგების 17. რაღაც სუდგეხარ, აიღე საქორწინო კაბა და მიდი ლელასთან. აბა რა სუდგეხარ, აიღე საჩუქარი და კასცი. ხო. დავიდეთ მიულოზე. დავიდეთ. ვინ არის? შემო. აი თუ რომ სად ბრძანდები. კელიკა. კიდევ კარგი რომ მიცან. არ გადაიდო. არ მომეკარო. შენ თოლი ხარ ჩემი თუ არა? სადი გამსვარდი და მთელ სახლს შევკრ. რისი იმედი გაქვს? ვეფხია როგორც კი გაიგებს რომ ჩვენი ხორცელი უკვე იყო. ველა, ეს ყველაფერი მართალია? რავო. მე შენ გეკითხები, ქორწილი იყო? დაბედო. რავო. ვეფხია. აბა მოემზადე. დავიდე. ეს მეგობრე. განჯობათ წელი ვეფხია. ვეფხია. ტყუის. შეკტილი მიჯობს მაგის ცოლობა. არ დაუჯეროთ მაგას. მე მაგისი ცოლი არასოდეს არ ყოფილი. სამსად მოხდება ამიერკავკასიის მეტალურგიული გიგანტის საზეიმო გახსნა. ახალგაზრდა მეტალურგები აღფრთოვანებით ეგებებიან ამ საზეიმო დღეს. მარტენის სამხოში პირველ ვახტზე დგებიან ახალგაზრდა მეფოლადენი, ვეფხია ხალიბაური, გიგია გოშაძე და სხვები. გაიგონე? პირველ ვახტზეო. რაო? როგორ თუ რაო? არ მოგისმენია? ჰა? ვიწყებთ კონცერტს ახალგაზრდა მეტალურგთა დაკვეთით. შენ თითქოს ხელავ, არ ვარგა დამშვიდი. ასი არ ვარგა ვეფხია. ახლა დგება ჩვენთვის ყველაზე საზეიმო წუთი. ასეთი რამ კი ცხოვრებაში მხოლოდ ერთხელ ხდება. ეს ისია როგორც, როგორ გითხრა, ქორწილში. დგეხარ პატარძლის გვერდით და ყველა შენ შემოგწეს. ჰა? ნუ ღელავ, ახლა დაწექი, დაისვენე და არაფერზე არ იფიქრო. ხო, აბა? ეს ვინ არის? დათუნა. საიდან? სოფლიდან ვასილი ივანიჩი. ჩამოდი ქარხნის საზეიმო გახსნას დასასრებად. ვეფხია მინდა ვნახო. კარგ დროს ჩამოხვედი. ვეფხიაც. შეტეზერტირო. მხოლოდ არ დაღალო.
ლივანჩი. მალე. ღელავ არა უშავს. გამაგრდი. კაც ცხოვრებაში ერთხელ ხდება ასეთი ბედნიერება, მადლობა ლივანჩი. გამაგრდი. არის კარგია. დროა გამოუხსოთა ლივანჩი. მაჩვენე. აბა შენიც. მიდი.